გამარჯობა. გამარჯობა გიორგი. როგორ არის ნიკი? ნიკი კარგად არის. ცოტა სურდო აქვს და ნერვიულობ, ადრე ხო არ არის აცრის დაწყება. არა უშო, სურდო საგანგაშო არ არის. წამომგზავნით ჩემთან და ყველა მისაკიზე ვისაუბროთ, რა თქვენთვის ახლა სანერვიულოა. წამომგზავნით. მადლობა. მარიამ, სურდო ახსენეთ და მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი წინააღმდეგ ჩვენება, რაც ვაქცინაციას აქვს, არის ვაქცინაციის დღეს ან წინა დღეს წვავედ განვითარებული მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება. მაგრამ მაინც უნდა დავაზუსტო, Facebook-ზე ხშირად ვკითხულობ ხოლმე, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია საერთოდ ვაქცინაცია ჩვენი პატარებისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ გადაარჩინა 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ დღეს შეგვიძლია 13 სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება და არც ერთი ამ დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს. ეს არის შესაძლებლობა, უნიკალური შესაძლებლობა თავიდანვე ავაცილოთ ბავშვს 13 მძიმე დაავადება. ვაქცინაციის სწორედ ამ ასაკში დაწყება, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა ძალიან სუსტია, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ნიკის ცხოვრებაში. ყველაზე მეტი, ყველაზე ხშირი გართულება, რაც შეიძლება ვაქცინაციის პროცესს მოყვეს, ეს არის მტკივნეულობა ინექციის ადგილას, შეშუპება, სიწითლე და ტემპერატურის მატება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტემპერატურის მატების უკან ვაქცინა დგას თუ ვირუსული ინფექცია. თუ თქვენ შვილს მაღალი ცხელება ექნება, მაშინ შეიძლება გამოიყენოთ სიცხის დამწევის საშუალება. ამიტომ თუ რაიმე კითხვა გექნებათ, ნებისმიერი, მე მზათა ვარ 24 საათის განმავლობაში თქვენი სატელეფონო ზარს უპასუხო. დიდი მადლობა ეკმშობლისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. ეხლა გადავინაცვლოთ ვაქცინაციის კაბინეტში და გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროცესი ნიკისთან. დიდი მადლობა. კარგად იყავით ჯანმრთელად. დიდი მადლობა, ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. აუცილებლად. დავა კარგად იყავით. კარგად იყავით, ნახვამდის.